საღამოს 7:07 ნახევარია და ტოქ-შოუ კომენტარის დრო დადგა კვირა საღამოს მედია კავშირი ობიექტივის პირდაპირ ეთერში მე თამთა გლუნტი ვარ. უცვლელია ჩვენი ტელეფონის ნომერი 23985, ისევე როგორც უცვლელია ჩვენი Skype მისამართი ობიექტივი 2, ასე რომ თემასთან დაკავშირებით თუ სურვილი გექნებათ, შეგიძლიათ გადმოეკოთ და რაც თავარია იყოთ კორექტულები და არგუმენტირებულები. რაც შეეხება დღევანდელი ჩემი გადაცემის თემას, ეს არ გახლავთ პოლიტიკური თემა, თუმცა გარკვეულწილად ალბათ ყველაფერი ამ ქვეყანაში არის პოლიტიკასთან კავშირში და დღევანდელი ჩემი გადაცემის სტუმარი გახლავთ დემეტრე ცხვიტავა, არასამთავრობო ორგანიზაცია პოზიციის ახალგაზრდული ფრთის თავმჯდომარე. ხო არაფერი შემშლია? არაფერი მადლობა პირიქით. მოწვევისთვის დიდი მადლიერი ვარ, კაბატონო თამთა. გეტყვით ჩვენ არასამთავრობო ორგანიზაციის ძირითად მიმართულებებზე გიამბობთ. ჩვენ სოციალურად დაუცველი ადამიანებისთვის შექმნით ესეთი პროექტი, ამ პროექტს ქვია ქუჩის მუსიკოსები. ამ პროექტში მონაწილეობას იღებენ ახალგაზრდა ნიჭიერი არ შემდგარი მუსიკოსები, რომლებიც მიწისქვეშა გადასასვლელთან მღერიან. აღნიშნული პროექტის განხორციელება ვფიქრობ, იმიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ეხმარებით სოციალურად დაუცველ ადამიანებს. ჩვენ 28 მაისს უკვე ვაპირებთ გამახორციელოთ ეს პროექტი კლუბ ვანსაიჩი, სადაც მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა მუსიკოსები. რა ვიცი, ვფიქრობ, რომ პროექტი უფრო ნათლად რომ გავარკვიოთ მაყურებლები, არ უკავშირდება იმ ცნობილ ჯგუფს ქუჩის მუსიკოსებს, ესენი არიან პირდაპირ მნიშვნელობით ქუჩის მუსიკოსები, რომლებიც მიწისქვეშა გადასასვლელებში დგანან და მღერიან. არიან ახალგაზრდა ადამიანები, მათ შორის რამდენიმე არის არასრულწლოვანი და ზოგადად ის სტერეოტიპები და შეხედულებები, რაც შეიძლება ჰქონდეს ადამიანს და მე ვიცი სამწუხაროდ ძალიან ბევრი ადამიანი, რომ აქვთ მსგავსი სტერეოტიპები და სტიგმა დამოკიდებულებები ქუჩის მუსიკოსებისადმი აბსოლუტურად დაერღვევა მაყურებელს და პუბლიკას, ვინც მოვა 28-ში ვანსაიჩი მოსასმენად, იმიტომ რომ ესენი არიან რადიკალურად განსხვავებული ადამიანები და მივცემ მე ჩემს თავს უფლებას ვთქვა, რომ ბევრად უფრო ნიჭიერები ვიდრე ნახევარი მოქმედი შოუ ბიზნესი დღეს. კი ბატონო. ჩვენ დღეს არ გამოგვიეს კითხვა-პასუხის რეჟიმში მუშაობა, მე როგორც ჟურნალისტი და დემეტრეს როგორც ჩემს რესპონდენტს, იმიტომ რომ მეც თავიდან ბოლომდე ჩართული ვარ ამ პროექტში, ვიქნები ამ საღამოს წამყვანი და ამიტომაც ყველა დეტალს საზოგადოებასთან ერთად, ჩვენს მაყურებელთან და მსმენელთან ერთად განვიხილავთ, ასე რომ კითხვები არ იქნება, დღეს იქნება უბრალოდ საუბარი სავარაუდოდ. თუ რატომ გაჩნდა ეს იდეა და ვის გაუჩნდა ეს იდეა, ამ თემასაც მინდა შევეხოთ, რატომ მაინდა-მაინც ქუჩის მუსიკოსები და არა უკვე შემდგარი მუსიკოსები სოციალურად დაუცველებისთვის დასახმარებლად. ვფიქრობ, რომ ამ პროექტის ძირითადი არსი და მიმართულება არის, რა თქმა უნდა, ადამიანის დახმარება, რომელიც ძალიან ცუდ მდგომარეობაში იმყოფება, ჯანმრთელობასთან არსებული რაღაც პრობლემები გააჩნია. მიხეილ ხვიტირიძე გახლავთ ეს ადამიანი და ვფიქრობთ, რომ სწორედ ესეთი ადამიანების დახმარების მეშვეობით გვინდა რომ ქუჩის მუსიკოსებმაც თავიანთი კვალი დატოვონ. და რაც შეეხება ქუჩის მუსიკოსები ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში არიან ისეთი ადამიანები, რომლებსაც ძალიან დიდი ნიჭის გამოვლენა აქვს, ტალანტი აქვს, ასე ვთქვათ და ეს ტალანტი არ უნდა დაიკარგოს ესეთ ადგილებში, ქუჩებში ვფიქრობ. ანუ ორ რაღაცას ვისახოთ კონკრეტულად მიზნად. ერთი ეს არის ქუჩის მუსიკოსების პოპულარიზაცია, იმიტომ რომ ამ ადამიანების ნიჭს სჭირდება რეალიზება, სჭირდება პოპულარიზაცია, მიეცით ნიჭს აგზა ფართო და ვინმე უნდა იყოს, რომელიმე საქველმოქმედო ან არასამთავრობო ორგანიზაცია, ვინც მათ დაეხმარება, თუნდაც ნორმალური კლუბის პირობებში შეიკრიბონ და გამართონ ეს კონცერტი და მეორე გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი ამბავი გახლავთ ის, რომ ეს ადამიანები მიუხედავად იმისა, რომ არ არიან შემდგარი მუსიკოსები, მიუხედავად იმისა, რომ მათ არ აქვთ ფინანსურად გამართული მდგომარეობა, მაინც მზად არიან მოვიდნენ და თავიანთი შემოქმედებით დაეხმარონ მათზე უფრო ცუდ მდგომარეობაში მყოფ შეჭირვებულ ადამიანს და ამ შემთხვევაში ეს ადამიანი გახლავთ 15 წლის ბიჭი მიხეილ ხვიტარიძე. მე დარწმუნებული ვარ, თუ ჩვენი მაყურებელი და რადიო მსმენელი მოვა იქ და მიხეილს იხილავს, დარწმუნდება, რამდენად კეთილშობილ უკვე ჩამოყალიბებულ პიროვნებასთან გვაქვს
საქმე. მე ხშირად გამიკეთებია გარკვეული საქველმოქმედო საღამოების ორგანიზება და ყოფილვარ სხვისი ორგანიზებული საღამოების წამყვანი და ხშირად გამჩენია კითხვა სჭირდება თუ არა რეალურად კონკრეტული საქველმოქმედო საღამოს გმირს დახმარება, მაგრამ დამერწმუნეთ, მიხეილი არის შემთხვევა, როცა მას ნამდვილად სჭირდება დახმარება და ის იმსახურებს ამ დახმარებას. იმდენად კეთილშობილი, საყვარელი ბავშვია, რომელსაც სამწუხაროდ ცხოვრებაში არ გაუმართლა. მარტო იმის აღნიშვნა რა დღეს, რომ უკვე 6 ოპერაცია გაკეთებული 15 წლის ასაკში და ეს ეჭიროება მე-7 ოპერაცია. მე ვლაპარაკე მიხეილს და ეს ოპერაცია შესაძლებელია რომ გაკეთდეს გერმანიაში და იგი ჯდება $25,000. ბუნებრივია ჩვენ არ გვაქვს ამბიციები რომ ერთი საღამოდან შესაძლებელია შემოვიდეს ამდენი თანხა. თუმცა ისიც ფაქტია რომ თუ ჩვენ მოვინდომებთ არც ეს არ იქნება პრობლემა რომ გაკეთდეს, მაგრამ კონკრეტულად ამ საღამოს მიზანი არის ის რომ მიხეილს აღმოუჩინოთ დახმარება ადგილზე და მან გაიაროს რეაბილიტაციის კურსი, რაც ჯდება დაახლოებით $2,000-მდე იმისთვის რომ მისი საციცოცხლო მაჩვენებლები კიდევ უფრო მეტად მინუსებში არ გადავიდეს და მან შეძლოს რომ ტკივილების და ესეთი ფსიქოლოგიური პრობლემების გარეშე შეძლოს რომ იცხოვროს. გარდა ამისა, რომ მიხეილს აქვს პრობლემები, იგი არის სოციალურად დაუცველი, მას არ ჰყავს მამა, ჰყავს 4 დედმამიშვილი, რომლებიც ასევე დაუსაქმებლები არიან ახალგაზრდები, მაგრამ არიან დაუსაქმებლები და პერიოდულად თუ გავლენ რაღაც სამუშაოზე, ვთქვათ, საფუნთუშეში ამ შენებლობაზე და ყავს დედა, რომელიცაც სჭირს დიაბეტი. მათ თითქმის ყველანაირი რესურსი ამოწურული აქვთ, სოციალური დახმარებაც გამოტანილი აქვთ, მარჩინელ დაკარგულის დახმარებაც და დგანან ძალიან დიდი საშიშროების წინაშე, რომ შესაძლებელია ეს 6 კაციანი ოჯახი დარჩეს ღია ცის ქვეშ, იმიტომ რომ მათ არ აქვს საშუალება გადაიხადონ ბინის ქირა. მე არ ვიცი ვინ მოვა ჩვენთან საღამოზე, რამდენად შევძლებთ რომ ჩვენ გავაკეთოთ ამ ყველაფრის მობილიზება და თანხის შეგროვება, თუმცა ფაქტია რომ თუ ჩვენ ვუზრუნველყოფთ მიხეილის რეაბილიტაციას, მაშინ სხვა საქველმოქმედო ფონდმა ან არასამთავრობო ორგანიზაციამ უნდა აიღოს თავის თავზე ის, რომ უკვე რეაბილიტირებული მიხეილი დაბრუნდეს შინ და მას არ მოუხდეს ღია ცის ქვეშ ღამის გათენება. 2388-105-ია ჩვენი ტელეფონის ნომერი, Skype მისამართი კი ობიექტივი და უკვე მინდა შევეხო უშუალოდ საღამოს, როდის გაიმართება, სად გაიმართება და როგორ მოხერხდა ამ ყველაფრის ორგანიზება. ესე იგი ახალგაზრდურებთა ჩართული იყო ამ პროექტში ესე ინტენსიურად და ეს ქუჩის მუსიკოსები როგორც მოგეხსენებათ არის დაკომპლექტებული 8 ადამიანით მე მოვიზიდეთ ეს მოვიწვიეთ უბრალოდ ეს ქუჩის მუსიკოსები აღნიშნულ საღამოზე და ეს საღამო იქნება 28 მაისს კლუბ ვანსაიდში ჩატარდება ეს საქველმოქმედო კონცერტი და შესაძლებელი რა თქმა უნდა იქნება სურვილის სამბრებ ყველა მონაწილეს. რამე მინდა ჩემი მხრიდან და დარწმუნებული ვარ შემომიერთები რომ კლუბ ვანსაიძის ხელმძღვანელობას გადავუხადოს მადლობა იმისთვის რომ ასე უანგაროდ დაგვითმეს თავიანთი ფართი. ვისაც ერთხელ მაინც მოუხდენია ორგანიზება მსგავსი ტიპის საღამოსი, იცის რომ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი არის ფართის პოვნა, სწორედ ამიტომ უნივერსიტეტების დარბაზებში ან აუდიტორიებში ან მაქსიმუმ საჯარო ბიბლიოთეკებში ტარდება მსგავსი ტიპის საღამოები, სადაც ძალიან რთულია უზრუნველყო ხარისხი, იმიტომ რომ ფაქტობრივად ტექნიკა არ არის და მაქსიმუმ შეგიძლია ჩაატარო პოეზიის საღამო, ისიც თუ პოეტებს და დეკლამატორებს აქვთ ძალიან ძლიერი იოგები, რომ მიკროფონის გარეშე გააგონონ მათთვის მისულ აუდიტორიას თავიანთი შემოქმედება. რომ მოასმენინონ. ამიტომ ჩვენი მხრიდან კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ვანსაიდს იმისთვის, რომ დადგა ჩვენ გვერდით, გახდა ამ სიკეთის მონაწილე და ჩვენთან ერთად ცდილობს, რომ მაქსიმალურად ხარისხიანი, დახვეწილი და დავარცხნელი საღამო შევთავაზოთ 28-ში ჩვენს მსმენელებს. მე აქვე მინდა გავუსვა ხაზი, რომ 8 საათი იქნება 8 საათი, ანუ მოწვეული სტუმრები ვინც მოვლენ და ჩვენ არ მოვიპარავთ თქვენთვის ყველაზე ძვირფას დროს ამ შემთხვევაში და დავიწყებთ თავის დროზე. ესეც გარკვეულწილად სტერეოტიპების ნგრევა, ქართული სტერეოტიპების. ჩვენ უნდა ვისწავლოთ თავის დროზე სიარული ნებისმიერ ადგილას. ერთადერთი ადგილი, სადაც თავის დროზე მივდივართ და აღარ ვაგვიანებთ, არის თეატრი, მე მგონი სხვა შემთხვევებში. ყველგან აგვიანებენ ხოლმე აუდიტორია სამწუხაროდ, ამიტომ ჩვენ დავიწყებთ ამ საღამოს თავის დროზე. რაც შეეხება ქუჩის მუსიკოსებთან ურთიერთობას, ამ შემთხვევაში ჩემზე გაცილებით მეტი შეგიძლია რომ შენისაუბრო, იმიტომ რომ შენ ქონდა უშუალო შეხება ამ ადამიანებთან, შენ აღმოაჩინე, შენ იპოვე და შემდგომ გადმოამისამართე ჩვენთან.
ეს ქუჩის მუსიკოსები დაკომპლექტებულია, ასე რომ ვთქვათ, ახალგაზრდებით და ძირითადად ახალგაზრდები მღერიან მიწისქვეშა გადასასვლელებთან. რამოდენიმეჯერ მე ხშირად ვარ მომხმარებელი მიწისქვეშა გადასასვლელის, რადგან ესეთი დაცული ტერიტორიაა და ვფიქრობ საზოგადოებას მიმართავ, რომ აქვე ვისარგებლო ამ მომენტით და ვიტყვი, რომ მოქალაქეებმა უნდა ვისარგებლოთ მიწისქვეშა გადასასვლელი და ჩვენი არასამთავრობო ორგანიზაცია ასევე ახორციელებს ასეთ პროექტებს, სოციალურ პროექტებს, სადაც საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით ახორციელებს სხვადასხვა პროექტებს. მიწისქვეშა გადასასვლელი ზუსტად ამ შემთხვევაში იმიტომ მომხდა ყურში, რომ მიწისქვეშა გადასასვლელთან დაკავშირებული პროექტები გავაკეთეთ ახლა ახალგაზრდურმა და მომავალშიც ვფიქრობთ ესეთი პროექტების განხორციელებას. თემა ძალიან გადაუხვია და ქუჩის მუსიკოსებს რაც შეეხება ახალგაზრდები, რომლებიც მღერიან მიწისქვეშა გადასასვლელში, ძალიან ისეთი ნიჭიერი ახალგაზრდები არიან, რომლებიც ხშირად გაურბიან ტელევიზიებს და მედიაში არ უნდათ რომ გამოჩნდნენ, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ რაღაც მოგრძალებული ადამიანების შთაბეჭდილებას მიტოვებენ ეს ხალხი. სრულიად უანგაროდ ეს ახალგაზრდები მიიღებენ მონაწილეობას ამ კონკურსში. თვითონ არასრულწლოვანები არიან, თითქმის ყველანი და ბავშვები არიან, რომლებიც მართლაც ფანტასტიკური ვოკალური მონაცემები აქვს და მათ უნდა მიეცეთ, ვფიქრობ, საშუალება განვითარების, ამ პოტენციალის რეალიზებაში მოყვანის, რადგანაც ძალიან ისეთი მოტივირებული ენთუზიაზმით ახსავსე ბავშვები არიან. სტიგმა და სტერეოტიპი, რომ ძალიან რთულია ქუჩის მუსიკოსებთან ურთიერთობა, რომ ისინი აპროტესტებენ გარკვეულ გარე ფაქტორებს და ამიტომაც დგანან ქუჩაში, შეგვიძლია ვთქვათ, რომ დარღვეულია, იმიტომ რომ როდესაც მე შევხვდი და ჩვენი პირველი კომუნიკაცია შედგა, პირველი რაც იკითხეს იყო ის, რომ ვის ეხმარებოდნენ და თუ რა ტიპის კეთილსაქმეში უწევდათ მათ მონაწილეობის მიღება და ძალიან გახარებულები იყვნენ, რომ თანატოლს ეხმარებოდნენ. და შეეძლოთ თავიანთი ვოკალური მონაცემები და არა მარტო წარმოეჩინათ და როცა უკვე რეპეტიციები მიმდინარეობდა ვანსაიტში, ერთმანეთს გადაურეკეს, მოიყვანეს, მე ვიცი რომ ის კარგად მღერის, მოდი გვერდით დაუდგეთ რაც და ხო, რეპერტუარს არჩევდნენ ისე რომ საკმაოდ დიდი პასუხისგებლობით და პროფესიონალიზმით ეკიდებოდნენ ამ ყველაფერს, რამაც მე პირადად მიუხედავად იმისა, რომ ქუჩის მუსიკოსების მიმართ თავიდან სხვანაირი დამოკიდებულება მქონდა, ვიდრე საზოგადოების გარკვეულ ნაწილს, გამაკვირვა, იმიტომ რომ იყვნენ საკმაოდ მოწესრიგებულები, თვითონ არჩევდნენ რეპერტუარს და ზრუნავდნენ, რომ თავს ხარ შევირცხვენთ 28-ში ჩვენ უნდა წარვსდგეთ, როგორც ჩემდგარი მუსიკოსები, მიუხედავად იმისა, რომ მათ არ გააჩნიათ რაიმე სოციალური სტატუსი და ისინი საზოგადოების წინაშე არ არიან ანგარიშვალდებული, ისე როგორც ვთქვათ, უკვე შემდგარი ჩამოყალიბებული და ცნობილი მომღერლები ან მუსიკოსები და მე მაქვს ამ ადამიანებთან შეხება, მათი პასუხისმგებლობის დონე ხშირ შემთხვევაში არის არათუ 0, არამედ მინუსებში. კიდევ ერთხელ შევახსენოთ მაყურებელს ნომერი 298-5 და Skype მისამართი ობიექტივი 2 და კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ 28 მაისს 20 საათზე, ანუ საღამოს 8 საათზე, ზუსტად 8 საათზე ჩვენ შევხვდებით ერთმანეთს კლუბ ვანსაიტში, ეს არის ყოფილი თუ საიდი, ალბათ იცის ჩვენმა მაყურებელმა სანაპიროზე, თუ არა და შარდენზე, ბამბის რიგიდანაც შესაძლებელია ძალიან მარტივად იქ მოხვედრა. ქუჩის მუსიკოსები დაეხმარებიან მიხეილ სხვიტარიძეს, ბუნებრივია იქნება მოსაწვევები, მაგრამ ასევე დასწრება გარკვეული კატეგორიის ადამიანებისათვის, ვისაც ამის სურვილი ექნება, რომ მოვიდეს იქ კეთილი საქმის გასაკეთებლად, ბუნებრივია იქნება თავისუფალი და ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით, რომ ეს საღამო იყოს ორგანიზებული და ჩატარდეს ძალიან კარგად, იმიტომ რომ მნიშვნელოვანია დაწყება საქმის. რაც შეეხება ერჯერადია ეს აქცია თუ მუდმივი? რაღაც გამახსენეთ, მადლობა. ანუ ჩვენ ყოველთვიურად ვაპირებთ აღნიშნული პროექტის განხორციელებას, ანუ ეს პროექტი თვითონ იქ საქველმოქმედო სახის არის და თვითონ კონცერტი ყოველთვიურად ჩატარდება, რა თქმა უნდა, თვითონ სახე შეიძლება ეს სისტემატურად ესეთი სახელი დავარქვა და იყოს ქუჩის მუსიკოსების არანჟირებით გაკეთებული ეს თვითონ საქველმოქმედო კონცერტი. ყოველთვიურად გვექნება აღნიშნული კონცერტის ჩატარება, ყოველთვიურად ვაპირებთ ამ კონცერტის ჩატარებას, იმიტომ რომ ვფიქრობ, რომ ძალიან უამრავი ადამიანი არის სოციალურად დაუცველი და მათ ჩვენი დახმარება ძალიან ჭირდებათ, ასე ვთქვათ.
ჩვენი მხრიდან. მეორე განსხვავება რაც არის თქვათ ამ საქველმოქმედო კამპანიასა და დანარჩენ კამპანიებს შორის არის პერმანენტულობა აქციის. ყოველთვიურად თვის ბოლოს თვეში ერთხელ ქუჩის მუსიკოსებთან ერთად ჩვენ შევძლებთ რომ კონკრეტულ გმირს დავეხმაროთ. სლოგანი ქუჩის მუსიკოსების სხვების დასახმარებლად სხვებში ჩაჯდება კონკრეტული ადამიანის სახელი და გვარი და რაც თავარია ამ ადამიანის ისტორია იქნება თავიდან ბოლომდე გადამოწმებული რომ სიკეთის ამორალურობასთან არ გქონდეს საქმე და რაც თავარია თქვენ მიერ შემოწირული თანხების ზუსტად მივიდეს იმ ადამიანამდე ვისაც სჭირდება დახმარება და ბუნებრივია ეს ყველაფერი ბუღალტრულად დამოწმებული იქნება იმიტომ რომ დღეს ჩვენ და სამწუხაროდ არსებობენ საქველმოქმედო ორგანიზაციები, რომელთაც ქველმოქმედება ბიზნესად აქციეს და რომლებიც საკუთარი იმიჯის განვითარებაზე უფრო ზრუნავენ, ვიდრე კონკრეტული ადამიანების დახმარებაზე, რაც ძალიან ცუდია და მე მინდა დავარწმუნო ჩვენი მაყურებელი, რომ იქ სადაც მე ვარ, მე ვიქნები იმის გარანტი, რომ მსგავსი რამე არ მოხდება, ვინც მე ვიცნობს ყოველ შემთხვევაში მაყურებელია თუ რადიო მსმენელი, ამაში იქნება აბსოლუტურად დარწმუნებული. და რაც თავარია ეს არ იქნება მუდმივად ერთი და იგივე ფორმატის კონცერტი, შესაძლებელია რომ ცნობილ სახეებთან გავამხილოთ რაღაც საიდუმლოებები. შესაძლებელია რომ ცნობილ სახეებთან ერთად ჩაწერონ ქუჩის მუსიკოსებმა დუეტები და გამოვიდნენ და ცოცხალი შესრულებით წარსდგენ მაყურებლის წინაშე, ან რომელიღაცა თვეს ფორმატი შევცვალოთ და დავუთმოთ ეს ყველაფერი ფოლკს. ქუჩის მუსიკოსების შესრულებით ან მოვაწყოთ პოეზიის საღამოს, სადაც ქუჩის მუსიკოსები უკვე აკომპანიმენტს გაუწევენ ცნობილ დეკლამატორებს ან ცნობილ პოეტებს და ეს არის სამომავლო გეგმები, რომლის განხორციელებასაც ჩვენ ყველანი ერთად ვაპირებთ და რაც თავარია დაწყება ძალიან მნიშვნელოვანი და უნდა დავიწყოთ ისე, რომ რეალურად დავეხმაროთ ამ ადამიანს. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მოვა ჩვენთან მაყურებელი და რადიო მსმენელი. ამ პროექტს რომ თავიდან ვანებოთ, მე რამდენადაც ვიცი, უკვე ამ პროექტის მიღმა არაფერი არ ვიცი თქვენი ორგანიზაციის შესახებ, მაგრამ გაქვთ სხვადასხვა ახალგაზრდული პროექტები, რომელსაც პერმანენტულად ახორციელებთ ხოლმე. ამის შესახებ მინდა რომ ისაუბრო. კი ბატონო, ჩვენი ახალგაზრდულთა სხვადასხვა პროექტებს ახორციელებს. მაგალითად, ჩვენ გქონდა შეხებები სხვადასხვა უნივერსიტეტებთან, სადაც გამართეთ ესეთი პრეზენტაცია სტუდენტური პოზიცია. სტუდენტური პოზიცია მიზნად ისახავს თემა არის უფრო სწორედ თემა არის სრულიად თავისუფალი და სტუდენტს შესაძლებლობა ეცემა ახალგაზრდას ინდივიდს დააფიქსიროს თავიანთი მოსაზრებები სხვადასხვა მიმართულებებით თემა არ არის შეზღუდული. ვფიქრობ, რომ საზოგადოების ცნობიერების მიზნით გვაქვს სხვადასხვა პროექტები განხორციელებული, როგორიც არის მაგალითად მიწისქვეშა გადასასვლელი, ეგრეთ წოდებული ზებრა გადასასვლელთან დაკავშირებული პროექტები გვაქვს კიდე გაკეთებული. ჩვენი მიზანია ასევე საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით ასეთი პროექტების განხორციელება, რადგან სწორედ მაგალითად რო ავიღოთ ესეთი უნიშნელო რაღაც თითქოს, მაგრამ ეგრეთ წოდებული ზებრა გადასასვლელი, რომელიც განკუთვნილია ჩვეულებრივ მოქალაქესთვის და ეს ვფიქრობ, რომ უნდა იცოდეს ყველა ჩვეულებრივმა ქართველმა მოქალაქემ, საზოგადოების წევრმა. ჩვენ ეს პერმანენტულად ვახორციელებთ ესეთ პროექტებს, რომ გვინდა რომ საზოგადოება, მოქალაქეები იყვნენ დაცულები და სწორედ ახალგაზრდების ჩართულობა ძალიან გჭირდება ესეთ საკითხებში. იმედი მაქვს მძღოლების უფლებებსაც იცავთ და ამ შემთხვევაში ქვეითად მოსიარულეებსაც მოუწოდეთ რომ ისარგებლონ მიწისქვეშა გადასასვლელებით. ქვეითად მოსიარულეს პრიორიტეტი არის. ეს ზებრა გადასასვლელი და ამ შემთხვევაში უფრო პრიორიტეტული ფეხით მოსიარულეზე მაქვს აქცენტი ამ შემთხვევაში. რა თქმა უნდა, ჩემი პოზიციის შესახებ მინდა რომ ცოტა უფრო ცვლად ვისაუბროთ, იმიტომ რომ რამდენადაც მე გავეცანი ამ პროექტს და მე რომ ვიყო სტუდენტი, ან ადამიანი, ვისაც არ აქვს საშუალება რომ მაყურებელთან და რადიო მსმენელთან კონდეს ურთიერთობა, აუცილებლად გამოვიყენებდი თქვენ პროექტს და დიდი სამოვნებით დავწერდი და ჩემს პოზიციას ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით გამოვაქვეყნებდი საიტზე, რომელ საიტზე ქვეყნდება ეს ყველაფერი? TV-Free საინფორმაციო პორტალი TV-Free, რომელიც ძალიან მხარს გვიჭერს, ასე ვთქვათ, ჩვენი ერთ-ერთი ესეთი პორტალი გვაქვს TV-Free, სადაც ძალიან უამრავი მოხმარებელი გვყავს, ვისარგებლებ თქვენი ეთერით და იქ მიმდინარე პოლიტიკური მოვლენებიც შუქდება, ასევე სხვადასხვა თემატიკები.
ზუსტად რო TV Free-ზე ქონდა გაკეთებული სტუდენტური პოზიცია, სადაც საშუალება ეძლეოდა სტუდენტს სადაც საშუალება ეძლეოდა სტუდენტს დააფიქსიროს თავისი მოსაზრება. თემა არის თლიანად აპოლიტიკური და თავისუფალი, ასე ვთქვათ, სტუდენტს შეუძლია თავისი შეხედულებების მიერ დატოვოს თავისი პოზიცია ამ ჩვენ საინფორმაციო პორტალზე. სტუდენტს შეხედულება გააჩნია, რა თქმა უნდა, ინდივიდუალურად შეიძლება საშუალება სტუდენტმა დატოვოს თავისი პოზიცია თავისი ცოდნიდან გამომდინარე, ასე მუსიკალური მიმართულებით, ხელოვნური მიმართულებით თემა არ არის მოკლედ შეზღუდული. ჩვენ და ამ სტუდენტის სახელი და გვარიც უნებრივია მისავე დაწერილ სტატიაზე იქნება პოპულარობაშიც დაეხმარებით და იქნება გამოცდილება იმისთვის, რომ შემდგომ კარიერაში დაეხმაროს ეს ყველაფერი, ხო? დიახ, თუნდაც იმით, რომ სტუდენტებს ჰქონდეთ კომუნიკაცია ამ საინფორმაციო პორტალის მეშვეობით და განიცდონ თავიანთი ხედვები. ასე ვფიქრობ, რომ ეს ძალიან საინტერესო არის, რადგან სტუდენტებს არ აქვს ისეთი ხშირი შეხება თუნდაც სხვა ჯავახიშვილის უნივერსიტეტს, თავართქილაძის უნივერსიტეტთან და საინტერესო იქნება მაგ მხრივ, რომ ერთმანეთის გაცნობის მხრივაც ძალიან დააინტერესებს, ვფიქრობ, ყველა სტუდენტს. მეც მოვუწოდებ თუ ვთხოვ, რომ გამოიყენონ ეს შანსი ადამიანებმა. მე რომ დრო მქონდეს აუცილებლად გამოვიყენებდი, ოღონდ ფსევდონიმს ავიღებდი და ისე დავწერდი ჩემი პოზიციების შესახებ და განსაკუთრებით უნდა დაინტერესოს ეს ყველაფერი მომავალ ჟურნალისტებს, ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებს და არანაკლებ უნდა დაინტერესოს იურისტებს. ეს გახლავთ პროფესია, რომელიც მუდმივად ლავირებს სხვადასხვა პროფესიებთან და დიდი სიამოვნებით პოზირებენ კამერებთან და სარგებლობენ პრესის ფურცლებით, ასე რომ თუ ექნებათ სურვილი, რატომაც არა, სად უნდა დაგიკავშირდნენ ეს ადამიანები? ჩვენ TV Free-ზე შეუულებრივად Position-G-ს ასეთი პორტალი გვაქვს, შეუულიათ დარეგისტრირდეთ და შევუვიდეთ, გაეცდოთ ჩვენი მიმართულებებზე ძირითადი რა შეხედულებები გვაქვს სხვადასხვა თემებზე. TV Free-ზე TV Free შეუულებრივად ავკრიფებთ TV Free-ს და გამოჩნდება ჩვენი, ასე ვთქვათ, საინფორმაციო პორტალი. ასე გვაქვს Position-G ესეთი საიტი, სადაც შესაძლებლობა ეცემა მოქალაქეს შემოვიდეს, შეუულებრივად დაათვალიეროს ჩვენი საიტი. თვითონ არასამთავრობო ორგანიზაციაში როგორ უნდა მოხვდნენ ადამიანები, ან თუ ექნებათ სურვილი, რომ ახალგაზრდულ ფრთაში მოვიდნენ და მიიღონ გარკვეული გამოცდილება? ტატიშვილის 19-ში ჩვენი ორგანიზაცია მდებარეობს, სადაც 8 საათამდე დღის პირველ ნახევარში უფრო კარგი იქნება, თუ მობრძანდებიან და ჩვეულებრივად ინდივიდუალურად ჩავატარებთ გასაუბრებას და მაგის დამიხედვით უკვე შესაძლებელი თუ იქნება შესაძლებლობა ავიყვანოთ სტაჟიორად ჩვენ ორგანიზაციაში. ძალიან კარგი, დაგვრჩა 2 წუთი, მანამ სანამ გავალთ ხალხზე და შემდგომ ისე დაბრუნდებით პირდაპირ ეთერში, მე მინდა შევახსენო ჩვენი სტუმრის სახელი და გვარი ჩვენს მაყურებლებსა და რადიო მსმენელებს დემეტრე ცხვიტავა, არასამთავრობო ორგანიზაცია პოზიციის ახალგაზრდული ფრთის თავმჯდომარე და ყველაზე მთავარი გახლავთ ის, რომ 28 მაისს პირველად განხორციელდება და ჩატარდება პროექტი ქუჩის მუსიკოსების ხვების დასახმარებლად, ერთჯერადად ქუჩის მუსიკოსები მიხეილ ცხვიტაერძის დასახმარებლად. ეს აქცია იქნება პერმანენტული და 28 მაისს შედგება მისი პრეზენტაცია კლუბში One Side-ის საღამოს 8 საათზე, ასე რომ ვისაც სურვილი გექნება, შეგიძლიათ მობრძანდეთ. დასწრება არის თავისუფალი მეტროების დაგემშვიდობებით და რამდენიმე წუთიანი პაუზის შემდგომ დაგებრუნდებით. დაგიბრუნდით, მისი რაოდენი პაუზის შემდგომ, როგორც დაგპირდით, უცვლელი წამყვანი თამთაღლონტი, უცვლელი ტელეფონის ნომრით 2389105, ასე რომ შეგიძლიათ იაქტიუროთ, თუ ბუნებრივია თემა დაგაინტერესებთ. დღევანდელ დღეს პოლიტიკა გვაქვს მინუსებში და პოლიტიკაზე არ ვსაუბრობთ. არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლის შემდგომ უშუალოდ ქუჩის მუსიკოსები შემოგვიერთდნენ და ეს ადამიანები ისაუბრებენ თავიანთი თავის შესახებ და ამ პროექტის შესახებ. ლევან ტაკაშვილი, თემო ანდრიაძე და კოსტა კარანაძე, მადლობა
ბიჭებო რომ მოხვედით. თქვენობით არ დავიწყებ ლაპარაკს ასაკობრივი სხვაობიდან გამომდინარე და არ დავიწყებ საუბარს, იმიტომ რომ ერთ პროექტში ვარ ჩართული და არ მინდა რომ მაყურებელთან რაღაც ფამილარული დამოკიდებულება გამოგვევიდეს. ჯერ მაინტერესებს რატოდ გახართ ქუჩაში და რატო ხართ ქუჩის მუსიკოსები? მე დავიწყებთ, შეიძლება დავიწყო. ესე იგი, მე აბიტურიენტი ვარ, ეხლა ჩავაბარე 4 გამოცდა და რა ვიცი, ალბათ ბედნიერი. კი, ბედნიერი ვარ და ქუჩაში იმიტოდ გავა, რომ ჩემთვის ამ სვენელი რეალურად სხვაგან არ არის. ცოცხალი შესრულება მარტო შემიძლია ქუჩაში, სადაც ხალხი მომისმენს და ეს დადებითი აურა მე მახარებს და თან პლუს რა თქმა უნდა ანაზღაურებაც ეხლა აბა ისე როგორ გამოვა. და ანაზღაურებით კიდე მინდა რომ ისევ მუსიკას მოვახმაროს ყველაფერი და ჩვენ ბიჭები ჩვენ გვინდა რომ ბენდი შევქმნათ და მე უკვე ფართო საზოგადოებას გავაცნოთ ჩვენი. მე 19-ის გავხდი. და სამმაოლო გეგმები რა გაქვს? აპირებ რომ სადმე ჩააბარო სწავლა გავიქცე? კი, რა თქმა უნდა, ეხლა ვაბარებ თეატრალურ უნივერსიტეტში და რა ვიცი, მინდა რომ მსახიობი გამოვიდე და პარალელურად მუსიკაც ალბათ მომეხმარება. და რამდენი ხანია რაც ესე აღმოჩნდი ქუჩაში და პირდაპირ უშუალო სმენელთან თემურის დამსახურება, ეხლა ის ყველას გვეხმარება ამ საკითხში და რა თქმა უნდა მან გამიყვანა ეს უკვე უხუცესია. შენ გააფუჭე ეს ბავშვები, გააფუჭე ბჭყალებში. კი. და რა ვიცი, ან მადლობელი ვარ მაგით. თავად როგორ მოხვდი, თქვათ, როგორ გახდი ქუჩის მუსიკოსი? არა, საერთოდ რა ისე რომ თქვათ რეალურად ყველაზე კაი საშუალება იყო, მე მგონი, რავი, მუსიკას რომ მიმეხედა მუსიკისთვის, რავი, უფრო კარგად სამსახურისთვის რო არ მიმექცია დიდი ყურადღება და ასე შემდეგ, რა ვიცი, მუსიკაში უფრო ადვილად ვიყავი რა, პაზიკაში დავინახე ბიჭები რო უკრავდნენ და რავი, ხალხის დადებითი აურაც მოდიოდა და მეც გადავწყვიტე, მეთქი იქნება 1-2 ცადო, 3 ცადო და ესე ცოტა მე ხალისიანად რა ვიცი. ცდილობ რომ იქ იყო? 1 წელი მიახლოებით. ანუ მანამდე მღეროდი სადმე კონცერტები გქონდათ თუ პირველი ნაბიჯები გადადგი ქუჩაში? კი, და რა ვიცი, საუკეთესო საშუალება არის, მე ასე ვთვლი, რომ ადამიანმა რაიმეს მიაღწიოს პირველი 2 ნაბიჯი მაინც ყოველ შემთხვევაში. ლევანი ყველაზე პატარაა თქვენ შორის, ხო? რამდენი წელს ხარ? 15-ის. და როგორ აღმოჩნდი ქუჩაში? ისე მომუხუსესმა. ისე ბატონი თემას დამსახურებით. მე ვფიქრობ, რომ მაინც თვითონ დაეხეტებოდა წინ და უკან და გადაგაწყდა. სხვადასხვა მომწონდა, რომ უკრავდნენ. ჩემთან აღმოჩნდა ბოლოს. ბოლოს ანუ მივედი მოსასმელად და უკვე გავიცანით ერთმანეთ და იქიდან ესე მოხვდი ამათთან. და რამდენი ხანია ეს, რამდენი ხნის ისტორია? სადაც 5 თვე. თქვენ ახსენეთ ანაზღაურება. აი არ გეკითხებით მონებრივია დღეში რამდენი ანაზღაურება თქო, მაგრამ ზოგადად როგორია მსმენელის დამოკიდებულება? აი ადამიანის ვინც მიწისქვეშა გადასვლით სარგებლობს, იმეტებენ თქვათ რაღაცა თანხას იმისთვის, რომ გისმენენ თუ მაინც დამოკიდებულება ისეთ რომ მოგისმენენ და გაივლიან? ანუ ზოგი ჩერდება, გვისმენს, ზოგიც, რავი, ზოგს ვაფშე არ მოწონს. ანუ არ არის კარგად დამოკიდებული რა ჩვენ მიმართ. ეს უარყოფითი დამოკიდებულებების შემთხვევა ხშირად არის? მაგრამ მაინც არის ზოგიერთი. აი და რატო აქვს უარყოფითი დამოკიდებულება? არ ვიცი, აი რა ვიცი, არ მოწონთ. არა, უარყოფითი დამოკიდებულება ეს დროებითი აქვს, აი ერთ სიმღერა თქვა, ერთი სიმღერა არ მოეწონა და უცბად უარყოფითი აქვს, მაგრამ ნუ რომელიც მოეწონებათ, ეხა ისე არ არის, რომ სულ მე მაგალითად არ შემხვედრია უარყოფითი აურის მატარებელი ადამიანი, რომ აი სახეს რო აი ესე არ შემხვედრია რა. ყველას მოწონს ძირითადად ჩვენი სიმღერა, ეხა იმიტომ კი არა, რომ კარგად ღერი ვარ. იმიტომ რომ აი ახალგაზრდები ვართ და ზოგი იმასაც გეუბნებით თქვათ, ხო არის, აი მე ცნობილი მუსიკოსებისგან გამიგია, რომ იცით რა, მე ქუჩაში ვიდექი მღეროდი და უცბად ცნობილმა პროდიუსერმა გამოიარა და შემომთავაზა ძალიან კარგი წინადადება. მე მქონია, 1-4 მქონია, ერთ გამქონია დაბადების დღის თუ რაღაც გაფორმება, უცხოელმა შემომთავაზა და რამდენიმე ბარმა შემომთავაზა, მაგრამ მაშინ მეშინოდა რა და ასე მომზადებელი ვიყავი და ვერ მივიდა. ანუ თვლიდი რომ მზად არიყავი პროფესიონალურად, რომ თქვათ დაგიკრა. თუმცა ეხა აღვიდგინე ძალები და ეხა მზად ვარ, ასე რომ გამოვშით შემოთავაზებები არ არის პრობლემა. დათანხმდებით. კარგით, მაშინ შევთავაზოთ ჩვენს მაყურებელს ერთ-ერთი სიმღერა და შემდგომ გავაგრძელოთ საუბარი. კოსტა დაგვიკრავს და გვიმღერებს როგორც იცი, ხო? ქართულ სიმღერას ვიმღერებ. ასი წლის შემდეგ ალბათ ქალაქში ზამთარი მოვა 100 წლის შემდეგ
ისევ დაიწყებს ფანტელი თოვას 100 წლის შემდეგ ისევ ვიждებით ბებრები ერთად 100 წლის შემდეგ როცა ვიქნები ჩვენ ახლოს ღმერთთან მე გეტყვი მე ისევ მიყვარხარ როგორც უწინ და ისევ მაგვირვებს შენი ცრემლები მე ისევ გნახე ქუჩაში გუშინ და ვიფარე სახეზე ხელი 100 წლის შემდეგ ალბათ ვიქნებით 120-ის 100 წლის შემდეგ მოგვენატრება ჩვენ 30 100 წლის შემდეგ ისევ ვიქნებით ბებრები ერთად 100 წლის შემდეგ როცა ვიქნებით ჩვენ ახლოს ღმერთთან მე გეტყვი მე ისევ მიყვარხარ როგორც უწინ და ისევ მაგვირვებს შენი ცრემლები მე ისევ გნახე ქუჩაში გუშინ და ვიფარე სახეზე ხელი 100 წლის შემდეგ ბრავო პანჩოს ცნობილი სიმღერის ქავერი იყო როგორც ვთქვი შენებული ინტერპრეტაციით რაც თავარია და არ იყო კალკი ძალიან დიდი მადლობა რომ გვიმღერეთ დარწმუნებული ვარ ჩვენს მაყურებელს და რადიო მსმენელს მოეწონა ყოველ შემთხვევაში სოციალური ქსელის მომხმარებელს რომ მოეწონა და მდედრობით ის კაცის წარმომადგენლებს ეს ფაქტია რომ ინბოქსში მოდის უკვე შეტყობინებები რომ აი მე რა კარგია და რა კარგი ბიჭები არიან და ვისაც გინდათ თან ამ ბიჭებსაც ნახავთ თან ხარისხიანი კონცერტით და ტკბებით და რაც თავია სიკეთის კეთებაში მიიღებთ მონაწილეობას 28-ში 20 საათზე one site-ში ყოფილ two site-ში ანუ შემოთავაზებები კოსტასგან გავიგე რომ იყო თქვენთან რა ხდება ამ მხრივ შემოთავაზებები მეც გქონია ბარიდან ორჯერ მქონდა შემოთავაზება და უკრავდი კიდევაც დრაივში დრაივ ერქვა ბარს და რატო წამოხვედი ანუ ანაზღაურება არ იყო ისეთი რა ანუ ტყუილად დროს კარგავდი და შემეძლო რომ ჩავსულიყავი ჩემ ანუ აზემკაში ისევ და იქ დამეკრა და ისევ მეშოვა ფული რა ანუ მირჩევნოდა იქ იმიტომ რომ თან იქ მარტო ვიყავი ვიწყენდი თან ჩავედი და ხალისო თან ერთობოდა კი თან ერთობოდი თემო შენ შემთხვევაში რავი იყო რამოდენიმე სხვათა შორის დაჟე რავი საინტერესოდ რო თქო მისულიყავი და დაინტერესებულიყავი რატომაც არა იმიტომ რომ გინდა არ გინდა თითქოს და უკვე ანუ გაგებული მქონა ბევრი მუსიკოსისაგან არ არის ის რაც საჭირო არის და რა ვიცი ელემენტარული თავისუფალიც არ ახარ და ასე მგონია რომ მაინც თავისუფალი ვარ და სანამ თვითონ ადამიანი შენსაც ჩამოაყალიბება შენ ჯგუფს მე მაგალითად უკვე გადაწყვეტილის მქონა არა მარტო მე აგერ მე და ჩემს მეგობარს კოტე კარანაძეს გადაწყვეტილი გვაქვს კაი ხანია უკვე რომ გვინდა რაღაცა ჯგუფის ჩამოყალიბება და რა ვიცი უფრო არ დავკარგე იქიდან დრო და მაინც იმის იმედი მაქვს რომ ადრე თუ გვიან ჩვენსაც გავაკეთებ და რა ვიცი სმელელიც გვეყოლება ალბათ რა ვიცი იმიტომ რომ როცა უკრავთ ძალიან რა ვიცი 1000-ში ერთხელ თუ ვიღაცა გამოჩნდება ისე იციან ხოლმე უცხოური არა ქართული დაუკარი რაღაც კომპლიმენტის მსგავსად გეტყვიან ხოლმე და რა ვიცი დანარჩენი ძალიან ჩვეულებრივად და ძალიან თბილი. ჩვენს ხალხს ქართული სიმღერის მოსმენა. არ აქვს მნიშვნელობა რა ჟანრის სიმღერაა, მაგრამ საკუთარ მშობლიურ ენაზე რომ ესმით, ამიტომაც გთხოვეთ სტუდიაში რომ ერთი უცხოენოვანი შევასრულოთ, რომ არ იფიქროს ამ ხალხმა რომ რაიმე პრობლემა გვაქვს უცხოენოვან სიმღერებთან და ასევე შევასრულოთ ქართულენოვანი სიმღერა. მე აქვე მინდა ხაზი გავუსვა რომ 28-ში შედგება თქვენი სიმღერის პრემიერა კლუბში One Side. ეს ადამიანები არა მარტო მღერიან, მოდი ნუ ვიდავთ, კარგად მღერიან, ცუდად მღერიან, მათ არანაირი ვალდებულება საზოგადოების
ბევრის წინაშე არ აქვს, იმიტომ რომ ჯერ ასე თუ ისე არიან დამწყებები და რასთავარია არ არიან შემდგარი ცნობილი მომღერლები, თუმცა მე პირადად ვთვლი რომ შოუ ბიზნესის ნახევარზე თუ არა მეოთხედზე უკეთესად მაინც მღერიან. მაგრამ ფაქტია რომ არიან ნიჭიერები, იმიტომ რომ არა მხოლოდ სხვის ქავერებს ღერიან, არამედ საკუთარ სიმღერებსაც წერენ და მე იმედი მაქვს აქტიურად მიმდინარეობს რეპეტიცია ამ სიმღერის ბოლომდე დასავარს. მე დაკონდეს ეს კაი ხნის უკან აქვს ეს სიმღერა დაწერილად შეიძლება იმხელა ყურადღება ვერ მივაქციეთ, მაგრამ კონცერტისთვის გვინდა რომ გავიტანოთ ეს სიმღერა რაღაც საშუალება მოგვეცით თქვენ და თქვენმა ორგანიზაციამ მოგცა ამის საშუალება. შევეცდებით კარგად და ლამაზად გავიტანოთ. თან ეს სიმღერა ასე ზღნება ახლა რეალურად რომ იყო ესეთი პერიოდი ჩვენ ცხოვრებაში, რომ აი პირდაპირ გულიდან ამოღებული ტექსტი და ტექსტი თემამ დაწერა, მივეხმარე და მუსიკა მე დავწერე, მომეხმარა და ეს ერთად გაგვაქვს. სიყვარულზეა სიმღერა, ხო? ნუ დიახ რა თქმა უნდა. ცოტა ნოსტალგიურიც არის, რა ვიცი. ზოგისთვის სასიამოვნო შეიძლება იყოს, ზოგისთვის არა, რა ვიცი. გააჩნია ადამიანის ხასიათს და განწყობას. აი საქონლო საღამოებში თუ მიგიღიათ მონაწილეობა და ზოგადად რა დამოკიდებულება გაქვთ? მე მიმიღია, ანუ ვეხმარებოდით ნიანი ავაძეს და ანუ მართავდით გარეთ რა კონცერტებს. რუსთაველის მეტროსთანაც გქონდა კონცერტები და ანუ უკრავდით ფონოგრამაც იყო რაღაც აქეთ-იქ და ვეხმარებოდით და ბოლოს ისე მოხდა რომ იმ ბავშვს დაუფინანსა მთავრობამ ოპერაცია. და ანუ ჩვენც შევწყვიტეთ მაგაზე მუშაობა. და აი როგორი შეგრძნება მე პირადად ყოფილა რამდენიმე საღამოს ორგანიზატორიც, წამყვანი კიდევ უფრო ბევრი საღამოსი და სულ იმას ვიძახი რომ სიკეთის კეთება არის ყველაზე დიდი ნარკოტიკი, რომელსაც აქვს ყველაზე დიდი ეგრეთ წოდებული ლომკა. თუ ერთხელ გასინჯეს ნარკოტიკი, მუდმივად გინდება რომ სხვას დაეხმარო. თქვენც მსგავსი შეგრძნებები გაქვთ, იმიტომ რომ თავიდან იყო დამოკიდებულება რომ ცოტა რთული საურთიერთობები არიან ქუჩის მუსიკოსები, წამოვლენ ან წინადადებაზე არ წამოვლენ და ჩემი დაჟინებული თხოვნით იყო რომ სადოთ რატომაც არა და ფაქტია რომ ასე თუ ისე შედგა, ну რა შედგა და როგორ შედგება 28 მინუტში. კიდევ ერთი სიმღერა მინდა რომ შევთავაზოთ ჩვენს მაყურებელს და ახლობით 5 წუთია დარჩენილი და სიმღერის შემდგომ თქვენი საბოლოო სიტყვა და დავიშვებთ. მე სიმღერა არის WhatsApp-ი, no problem-ის. "25 years in my life and still trying to get up then great big hill of hope for a destination. And I realized quickly when I knew I should that you all was made up of this a brotherhood of men for forever then means. And so I cry sometimes, spend a line in bed just to get it all out. What's in my head and I'm a feeling, yeah, a little peculiar. And so I wake in the morning and I step outside and I take a deep breath. I get real high and I scream from the top of my lungs, what's going on? And I said, hey, yeah, 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 yeah. Hey, yeah, yeah. I said, hey, what's going on? And I said, hey, yeah, 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 yeah. Hey, yeah, yeah. I said, hey, what's going on? And I tried, oh my God, do I try? I try all the time in this institution, and I pray, oh my God, do I pray every single day for evolution, oh, and so I cry sometimes when I lie in bed just to get it all out, what's in my head and I'm a feeling ill, a little peculiar. And so I wake in the morning and I step outside and I take a deep breath. I get real high and I scream from the top of my lungs, what's going on? And we say, hey, yeah, 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 yeah. Hey, yeah, yeah. I said, hey, what's going on? ძალიან დიდი მადლობა.
მე მგონი ასე თუ ისე წარმოვაჩინეთ ჩვენი მონაცემები, სამწუხაროდ დღეს მხოლოდ კოსტასი, თუმცა ვისაც თქვენი მოსმენა უნდა და არა მარტო თქვენი, კიდევ რამდენიმე მონაწილეა. ძალიან ნიჭიერი და კარგი ადამიანები, ზოგი მათგანი სრულწლოვანია, ზოგი არასრულწლოვანი. შეგიძლიათ მოხვიდეთ და დაესწროთ დასწრება არის თავისუფალი, გარდა იმისა, რომ ბუნებრივია მოსაწვევებით გვეყოლებიან სტუმრები. თქვენი საბოლოო სიტყვა, რას არის ამ საღამოსგან, თუ აპირებთ რომ ზოგადად მიიღოთ კიდევ მსგავსი ტიპის საღამოებში მონაწილეობა და დამშვიდობოთ მაყურებელს. შეიძლება ორ სიტყვას ვიტყვი და აი შემდეგ თქვა, რომ აი ჩვენ რეალურად ახლა შევთანხმდით კი არა ისედაც ვიცოდით, რომ იმისთვის ღერით, რომ აი მხოლოდ ამ ბავშვს დავეხმარ და რეალურად მსმენელი ისედაც ახლა ქუჩაშიც ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა ამას არ აქვს. გვინდა რომ ეს ხალხი მოვიდეს და მიხვდეს, რომ აი გასაჭირში ნებისმიერ ადამიანს შეიძლება ჩავარდეს უცბად და რა თქმა უნდა დახმარება ეს ყველა უნდა გავერთიანდეთ და ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენ თქვენთვის ვიმღერებთ ახლა თუ მოხვალთ და თუ არ მოხვალთ როგორ ვიმღერებთ ხო და ასე რომ ძალიან გთხოვთ მობრძანდით და აი შემდეგ გააგრძელოთ. კი აუცილებელია რომ მოხვიდეთ, აუცილებელია. შეიძლება იგივე საღამოს დაგჭირდეთ თქვენს და ასევე გვერდში გიდგავართ ყველას. დაგეხმარებით ყოველთვის რა. აბა, თემო ანდრიაძე ბუზღუნა ჩერაც ხუთაწოდებული. ალბათ ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო საშუალება არის თან ისიამოვნო მუსიკით გარემოთი და ამასობაში დაეხმარო ადამიანს, რომელიც ძალიან გაჭირვებული არის და რა ვიცი. ყველა უნდა მოვიდეს, ვისაც აქვს საშუალება, ვისაც შეუძლია და რავი დაეხმარონ ადამიანს. ჩვენ რავი ამისათვის მზადა ვართ და ვცდილობთ რომ რაღაცა კარგად გამოგვივიდეს და ლამაზად გამოგვივიდეს და მაგის იმედიც გვაქვს, რომ ეს ესე იქნება, იმიტომ რომ ძალიან ბევრი კარგი მუსიკოსი შეიკრა ამ სფეროში, მე თვითონ ვიცნობ ყველას თითქმის და ვიცი მაგათი შესაძლებლობა და რა ვიცი, ნამდვილად ასიამოვნებ ხალხს და ნამდვილად უნდა ისიამოვნო ამ მუსიკითაც და იმითაც რომ შეუძლიათ იმ პატარა ადამიანს იმ გაჭირვებულს დაეხმარონ რა. ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ რომ მოხვედით. ლევან ტაკაშვილი, თემო ანდრეაძე, კოსტა კარანაძე, ქუჩის მუსიკოსები, რომლებიც 28-ში დიდი სიამოვნებით იმღერებენ თქვენთვის და თქვენი ერთადერთი ვალდებულება სურვილის შემთხვევაში იქნება ის, რომ თქვენი ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე, რამდენი სურვილიც გექნებათ, საქველმოქმედო ყუთში იმდენი ჩააგდოთ და გააკეთოთ მცირე შესაწერით 15 წლის ძალიან კეთილშობილი ბავშვის მიხეილ სვიტარიძის დასახმარებლად დროებით.